დღეს ჩვენთვის ძალიან საინტერესო, ბევრისთვის ნაცნობი გაკვეთილი გვაქვს, განსაკუთრებით ილია ბიძაძესთვის, იმიტომ რომ ეს თემა არის მადლი ერება. და მე იმიტომ მივმართე ილიას, რომ ილია იყო ისეთ ბანაკში, თქვენ იცით, რომ ჩვენ ბანაკებსაც ვაწყობთ და საგანგებო ბანაკი გვაქვს ჩვენ მოწყობილი ბაკურიანში, რომელიც თლიანად 3 დღე მადლიერებას მიეძღვნა. და მე მინდა გითხრათ, რომ მაშინ მე განსაკუთრებულად მომხიბლა ილიას მასწავლებლის ნანა ბურძენიძის ჩატარებულმა გაკვეთილმა. ადამიანთა უმეტესობა უმადურია. აი ადამიანი რო დაეცა და 64 დაკარგა, ადამიანთა უმეტესობა ჩვენ და სამწუხაროდ არის უმადური, ანუ არ არის მადლიერი. პირველ რიგში ვისი არ არის მადლიერი? პირველ რიგში ღვთის არ არის მადლიერი. მერე არ არის თავის გარშემო მყოფი ადამიანების წინაშე ადამიანი. აი ძალიან ბევრი ადამიანი იმიტოა უბედური, რომ არაფერი უწყის თავისი ბედნიერების შესახებ. აი ესეთი გამოთქმაც კი არსებობს, რომ რაც გააქვსო, რა არის აი ჭეშმარიტი სიმდაბლე და ჭეშმარიტი მორჩილება ღვთისა და სიყვარული ცხოვრება, რასაც ღმერთი გაძლევს, აი იმით იყავი ბედნიერი. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი რაც აქვს იმის გამო კი არ არის ბედნიერი, რაც არ აქვს იმის გამოა უბედური. წარმოიდგინე. ანუ სიტყვაზე გაქვს აი ეს წიგნი. ბარდო. მაგრამ არა გაქვს აი ეს სათვალე. ეხლა ნახეთ, ადამიანს შეუძლია ერთდროულად ბედნიერიც იყოს უბედურიც. თუ ის ჩათვლის, რომ ვინაიდან სათვალე არ მაქვს, ესე იგი მე აბა რა არის ღმერთო, სათვალე გთხოვე და სათვალე არ მინდა, ამის გამო იყოს უბედური და პრეტენზიული და მოწყენილი და მოკლედ აუტანელი. როცა ეს წიგნი რო აქვს, კი არ აფასებს ამას, რომ ღმერთმა ეს წიგნი გამომიგზავნა. ეხლა თქვენ ხვდებით, რომ ეს ელემენტარულად ზოგადად თქვი. ამაში შეიძლება შედიოდეს ჯანმრთელობა, შედიოდეს მატერიალური ხელშეწყობა, სიტყვაზე ადამიანს საჭმელი ქონდეს, სახლი ქონდეს. ამაში შედიოდეს სიტყვაზე რაღაცა, ესე იგი, მანქანა არ ქონდეს. ან იგივე შეიძლება არ ქონდეს კერძო სახლი და მაინც და მაინც აიფონი უნდა. აი აიფონი რო არა, ამისთვის არის ან რაღაცა ესეთი და დასასვენებელ დაჩა სჭირდება ვიღაცას. ესე იგი წარმოიდგინეთ რა საინტერესოა. ჩვენ ბავშვებო უნდა დღეს კარგად გავაანალიზოთ ეს მდგომარეობა და ღმერთმა რაც გვიბოძა, აი იმის დანახვა და იმით მადლიერება უნდა ვისწავლოთ. მამა გაბრიელს ერთი ესეთი ძალიან ცნობილი სიტყვები აქვს. რასაც ღმერთი გაძლევს, რაც გააქვსო, იყავი იმით მადლიერი და რაც არა გაქვს, იმასაც მოგცემს ღმერთი. როცა ესე გამოპირიქით ნახეთ, რაც ამაქვს არ ვაფასებ იმას და რაც არა მაქვს, აი იმაზე ვწუხარ. იმის გამო ვარ მოწყენილი, იმის გამო ვარ შეწუხებული და ჩემი ამ უსიამოვნო განწყობას კიდევ ასობით და ათასობით ადამიანს გადავცა. თუნდაც ოჯახის წევრებს, თუნდაც კლასელებს, მეგობრებს, ნათესავებს და ასე შემდეგ. აი როგორია იცი, ადამიანი არის ბავშვებო თავის განწყობას, როგორ განწყობაც აქვს, ვინ შეხვდება გადასცემს იმას. თუ ცუდი განწყობა გაქვს, შენ წუხარებას, შენ მოწყენილობას, შენ უხასიათობას, ვინ შეხვდება, ასე ჯაჭვური რეაქციასავით გადასცემ. მე ის წავიდა ასევე მოწყენილი და დარდიანი. ხო და ერთი კაცი ყოფილა დიმიტრი უზნაძე, ილია და თურმე ძალიან ხალისიანი კაცი ყოფილა. აუ ესე იგი აი ბედნიერად დადიოდა რა და ვინ შეხვდებოდა ყველას შენ გენაცვალე, გადაეხვეო და აი ახტაცებული
ჩამკოცნიდა, მოიკითხავდა. ხო და გრიგოლ რომაკიძე წერს, რომ დიმიტრი უზნაძე რომ შემხვდებოდაო ლალი მასწავლებელო რუსთაველზეო, მთელი დღე კარგ ხასიათზე ვიყავიო. ვიძახდი კაცო, ამ ხელა ხალისი საიდანაა ამ კაცო, თან აი ნატრობდი ნეტაი შემხვდესო რა. ესეთი სასწაული პიროვნება არსებობს პაატა მოისწრაფიშვილი, ჩემი მეგობარია. ხო და ეს უცნაური კაცია. პატრიარქთან მივიდა, კურთხევა აიღო და გადაწყვიტა, რომ ფეხით ჩასულიყო წმინდა მიწას. 4 თვე ნახევარი იარა. 4 თვე ნახევარი 9 სახელმწიფო გადაიარა და რომ მიიახლა, ასე უთხრა, რომ არაფერი არ მიდა ღმერთო, სიბრძნე მომეცია. ხო და აი ახლა ეს კაცი რას გვასწავლის? ეს პაატა მოისწრაფიშვილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი პიროვნება მე ვინც შემხვედრია ცხოვრებაში. აი ხომ მაინც ესალმებიო, ვიღაცა რო შეგხვდება. მაგალითად მარიამი მიდის სკოლაში, ხო? ან ეკატერინე მიდის სკოლაში. სკოლაში ხო შიგნით დარაჯიზის გამოაღებდა, ხო მაინც უნდა მიესალმო და ბარემო პროფესიონალურად მიესალმეო. აი პაატა მოისწრაფიშვილი ასე გვასწავლის. ანუ რა არის პროფესიონალი? მართლა მთელი გულით მიესალმე. ასე უთხრა, შენ გენაცვალე, როგორ გამიხარდა, რომ აქ დამხვდი. აი როგორ გამიხარდა, რომ დემეტრე შემოვიდა, ეხლა უთხარი, დემეტრე როგორ ახარ ჩემოცამ, დავით როგორ ახარ. ანუ ეს არის, ესე იგი ხომ აი ცხოვრობ. და იცხოვრე პროფესიონალურად, აი ესე გვასწავლიდა. აი მართლა მოიკითხე, მართლა ჩაიხუტე, მართლა აი სითბო გაეცი. ხო, იმიტომ რომ სკოლაში რომ მიდიხარ, მაინც ხო უნდა ვიღაცებს მიაცა, აი ეზოში რო გახვედი, მეზობელი შეხვდა. ზოგი დაუკრავს თავს და დაგვერილი წავა, ხო? ისინი გადასცემს უარყოფით მუხტს. ხო და ხო მაინც ესალმებიო და ბარემ მოიკითხე, ჩაეხუტე, გადაეცი სითბო სიყვარული, უსურვე, კარგი დღე. კარგი საღამო, ბედნიერება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმიტომ რომ ჩვენ შეგვიძლია ათობით და ასობით ადამიანის გულში ცეცხლი შევიტანოთ სიყვარულის. კარგი, ჩემო ვიფასებო, მე ახლა მინდა სახარებიდან ერთი პატარა იგავი მოგითხრა. მოკლედ 10 კეთროვანი შეხვდა იესო ქრისტეს. კეთროვანი არის საშინელი დაავადება, აი რომელიც არ იკურნება. კეთრი რო შეხვდება ადამიანს, ჩათვალეთ რომ ის უკვე ვეღარ გადარჩება. ეს ძველად იყო და საბედნიერო დღეს ეს დაავადება აღარ არსებობს. ხო და შემოდ ვიფასებო, თან ეს გადამდებია და ვისაც კეთრი შეხვდებოდა, ჩათვალეთ რომ უკვე იმის გადარჩენა და ხალხში ცხოვრება გამორიცხული იყო და ეს გუნდ-გუნდად კეთროვნები შეიკრიბებოდნენ და ქალაქის მოშორებით გამოქვაბულებში და ესეთ ადგილებში იყვნენ. სანამ რამოდენიმე დღე კიდე იცხოვრებდნენ და რო გაიგეს რომ იესო ქრისტე ღმერთია და სასწაულებს ახდენსო და შეუძლია კეთროვნების მორჩენაცო, ესენი გუნდად ესე იგი სადღაც შორი ახლო ჩასაფრდნენ, იმიტომ რომ ხალხთან ვერ მივლენ ახლო, ქვევრს ესვრიან და გაყრიან. და დაუძახეს შორიდან იესო დაუძახეს. რა იყო თვამან? ჩვენო კეთროვნები ვართო და ხალხში ვერ მოვდივართო და თუ შეგიძლია გამკურნეო. მოვიდა იესო, უთხრა, გააქვს აწმუნოება? გვაქვსო, კიო, და შენ ღმერთი ხარ და შენ შეგიძლია ჩვენი გამკურნებაო. და 10-ვე გამკურნა. და სხვა ადგილას მიდიოდა და გააგრძელა გზა. ბავშვებო, მოდის ერთი კაცი მორბის, გამატარეთ, მიმიშვით იძახით. ახლა მოციქულები ასე იმდენი ხალხი დასდევდა იესო ქრისტეს, ყველას ხო ვერ მიუშვებდნენ. ჩემო ვიფასებო. ხო და გაჩერდა ახლა ერთი მოციქული და ეკითხება, რა გინდაო, რა პრობლემა გაქვს? არა მაქვს პრობლემა, უბრალოდ მადლობა მინდა მოუხადო. ანუ მიმიშვითო რა, მადლობის მოსახდელად მოვედიო. ხო და ამათ გაუკვირდათ, რომ
ხალხი მოდის რომ აი გამკურნე, აი მკვდარი გამიცოცხლე, აი რაღაცა მტკივა მიშველე და ასე შემდეგ და მადლობაზე რომ კაცი მოვიდესო ესეთი რამე არ გვინახია და მომწანდითო უთხრა. ხო და ღმერთ იესო ქრისტე ხო ღმერთია მან ყველაფერი იცის მოუტრიალდა და ეუბნება. განაო 10-ვე არ განიკურნენო შენთან ერთად რო იყვნენ ის 9 სად არიან? კიო 10-ვე განვიკურნეთო იმიტომ თქვენ რო წახვედით ასე გაოცებულები ერთმანეთს უყურებდითო ხო და იქიდანო ესენი სახში წავიდნენ თავის საქმეებზე და მე წამოვედი თქვენთანო ხო და უყურეთ ამით რას გვეუბნება სწავლება რომ ზოგადად ბავშვებო 10 კაციდან 9 არის უმადური აი 9 ადამიანმა მადლობის მოხდაც არ იცის და ღმერთის მიმართ, სამყაროს მიმართ, თავისი მდგომარეობის მიმართ სულ საყვედურს გამოსთქვავს და სულ უკმაყოფილება აქვს. ეს არის ძალიან საშინელება. აი სამწუხაროდ ასეთი ფაქტია, რომ ძალიან იშვიათად ადამიანი იხდის მადლობას. ამიტომ ჩვენ ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ და ჩვენ თუ მადლიერნი არ ვიქნებით, რაცა გვაქვს, იმასაც წაგვართულებს ყოველთვის. იმასაც დავკარგავთ ჩვენი არასწორი ქმედები. ამიტომ ჩვენ ახლა უნდა რეიდან კარგად დავაკვირდეთ და ვისწავლოთ, აი ვარჯიშიც უნდა, აი სავარჯიშოებიც უნდა შევასრულოთ. ამას ერთგვარი მოწადინება უნდა, შრომა უნდა, რომ ადამიანმა შეძლოს დააფასოს თავისი მდგომარეობა და ნელ-ნელა ესე იგი მეცადინეობით დაკვირვებით გახდეს მადლიანი ადამიანი. აი ახლა მე გეტყვით მადლიერების დონეები არსებობს, ანუ სხვადასხვა საფეხურებია სიმაღლეების მიხედვით. პირველი ყველაზე დაბალი დონის მადლიერება, პირველი დონის მადლიერება არის, როდესაც ღმერთს ვთხოვთ ძალიან რთულ დავალების შესრულებას, აი მაგალითად რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა გვაქვს, უკვე ექიმებმა უკვე იმედი გადაიწურეს. ან აი საშინელი შიმშილი ჩამოვარდა და ვეღარ ვშოულობ საარსებო მინიმუმს. ან კიდევ უფრო რაღაცა მძიმე რაღაცა და მოკლედ შევღაღადებ ღმერთს, რომ მომეხმარე ღმერთო, მიშველე, ძალა აღარა მაქვს ცხოვრების. აი მიშველე გამკურნე, იმიტომ რომ მინდა რომ რაღაცა კაი საქმე გავაკეთო, სიკეთე გავაკეთო და ჯანმრთელობა აღარ მაძლევს. და როდესაც შეგისრულებს ღმერთი და მოულოდნელად ექიმები გეტყვიან, რომ რა გუშინ ყვდებოდა, დღეს კიდე არაფერი აღარ აქვს ქალბატონო, თავისუფალი ხარ, კარგად ახარ და შენ ხო იცი რომ ღმერთმა შეგისრულა. აი მუხლებზე გავარდები, მიდიხარ და მადლობას ვუძღვნი ღმერთს, მადლობა ღმერთო რომ გამკურნე. ეს არის პირველი დონის მადლიერება. ანუ როცა სთხოვ, შეგისრულებს და მადლობას გადაუხდი. მეორე, ამაზე უფრო აღმატებული მადლიერება არის, როდესაც აი ისე უბრალო ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, რომ ყოველდღიური ჩვენ ცხოვრებაში და თუ სხვა დროს ეს არ შეგიმჩნევია და არ დაკვირვები ხარ, ამ პატარა უმნიშვნელო მოვლენებს აკვირდები და უბრალო ამბის გამო გადაუხდი მადლობას. მაგალითად, რო გათენდა. განა ჩვენ რო გათენდა ყოველთვის მადლობას წირავთ უფალს, რო გათენდა, აბა იდება უფალო რო გათენდა. ხო შეიძლება არ გათენდეს თუ უფალი არ ინებებს. ან ხო შეიძლება მე არ გამითენდეს. იცი, რამდენი ადამიანი ვერ იღვიძებს დილით? ესე იგი მე რო გავიღვიძე, წესით არ უთხრა მადლობა ღმერთს, რომ კიდევ ერთი დღე მაჩუქა სიყვარულისთვის. აი იმისთვის რომ ზეა მოვიდა, აი იმისთვის რომ ქართველი ვარ, იმისთვის რომ თუნდაც სამშობლოს ცოდნეობაა და ორშაბათია დღეს და აგერ თქვენ რომ დაგინახეთ ძალიან გავბედნიები.
და ასე შემდეგ. ანუ არ არის ისეთი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუნდაც ისო განსაცმელი მაქვს. ხო შეიძლება ვიღაცას არ აქვს. წიგნი მაქვს, როგორც თქვი, სათვალე მაქვს, ქუდი მაქვს და ასე შემდეგ. უბრალო ამბებზე, როდესაც ღმერთს მადლობას ვწირავთ, ეს არის მეორე დონის მადლიერება. მესამე უფრო აღმატებული დონის მადლიერება არის, როცა თქვათ პრობლემა მაქვს ჯანმრთელობის, თხოვე ღმერთს, მაგრამ ისევ პრობლემა დამჭა და მე მაინც ვეუბნები მადლობას. ანუ ისევ ვალი მაქვს, თხოვე დახმარება ღმერთს, მაგრამ არანაირი შეწევნა არ არის, მაგრამ მე ასე ვეუბნები. არა უჭირს უფალო. შენ ჩემზე კარგად არიცი, ჩემთვის რა არის კარგი? ამიტომ შენ რომ ეს განსაცდელი მომივნინე თუ ეს პრობლემა თუ ასე შემდეგ. მე მადლობას გწირავ ამისთვის. დიდება უფალს, მადლობა ღმერთო. იმიტომ რომ აი უყურე სიტყვაზე ავარიაში მოყვა ხო ადამიანი. ერთი ფეხი მოტყდა და ჩაუსვეს გიფში. უმადური ადამიანი იძახის. აღა მაინც და მაინც მე მოვყევი ამ ავარიაში ღმერთო რა არის არ მიშველე ღმერთო? და მადლიერი კი იტყვის. მადლობა ღმერთო რომ ორივე ფეხი არ მომწყდა. აი ერთი ფეხი მომწყდა, მაგრამ მე ან მადლობა რომ გადავრჩი. ხო შეიძლება ავტოკატასტროფაში საერთოდ ვეღარც გადარჩეს. ანუ ნახე არ გისრულებს, ანუ პრობლემა რჩება, პრობლემების გარემოცვაში ხარ, მაგრამ მაინც მადლობას ვწირავ ღმერთს. ეს არის მაღალი დონის, მესამე დონის მადლიერება. მაგრამ არსებობს ამაზე უფრო მაღალი დონის მადლიერებაც. ყველაზე მაღალი დონის მადლიერება არის, როცა გული სავსეა სიყვარულით, აი ისე კარგად ახარ, გარშემო სულ ყველა გიყვარს. მე აი ღვთაებრივად უყურებ ყველა ადამიანს და გინდა რომ ყველა კარგად იყოს და იმდენად ბედნიერი ხარ, რომ გულში აღარ ეტევა ეს ბედნიერება და ცრემლებად გადმოდის გარეთ. აღარ გინდა რომ აი ეს ჩვენი ერთობა დაამთავრდეს. რაღაცნაირად ჩვენი ბედნიერება, შენი სიხარული, აი ურთიერთსიყვარული, ჩვენი ჩახუტება, ჩვენი სამშობლოსადმი დამოკიდებულება, იმას რომ გავიაზრებთ ღმერთმა რა გააკეთა ჩვენთვის და აი ამ ყველაფრის გამო უცბად შეიძლება ისე აისოს ასე გული, აისოს და დადუმდე. ეთო მასწავლებელო, ხმა ვეღარ ამოიღო, ვეღარ ლაპარაკობ, ვეღარ მეტყოლებ, მაგრამ ძრემლი გადმოვდის ხოლოდ. ეს არის ყველაზე მაღალი დონის მადლიერება, როცა გული სავსეა ღმერთის სიყვარულით და ადამიანის სიყვარულით, მადლიერებით არის სავსე და აღარ ეტევა გულში. აი გული გაგისკდება და რო არ გაგისკდეს, ცრემლებად გადმოდის ეს ზედმეტი ბედნიერება და ზედმეტი სიხარული. ეს არის ყველაზე უმაღლესი დონის მადლიერება. ეხლა ჩემო ვიფასებო, ჩვენ ფსიქოლოგები ვასწავლიან, რომ მადლიერებას შეიძლება გაკვეთილებიც კი ჩავატაროთ, ვიმეცადინეოთ, რომ ვისწავლოთ მადლიერება. აი მაგალითად, როცა ადამიანი ლექსის კარგად თქმა უნდა, ხო? სახში ხო ამ ლექსს ხატრულად, როსტატურად გამოუვიდეს, მეცადინეობს რა, რამდენჯერმე წაიკითხავს, აბა ეს ცდის, ის ცდის, რომელი უკეთესია შეადარებს. და მე ამ ვარჯიშისა და მეცადინეობის შემდეგ რაღაც დონეზე დასვავს. აი თურმე მადლიერება შეიძლება ასე გამოიმუშაოს ადამიანმა და თუ სიტყვაზე ქონდა 10% მადლიერების, ამ სავარჯიშოებმა სიტყვაზე გარკვეული პერიოდის შემდეგ, 1-2 თვის მერე, გაუხდეს 20%, გაუხდეს 40%, გაუხდეს 60% მადლიერების და შეიძლება 90-საც აღემატოს და შეიძლება ცრებლებიც კი გადმოგვაროს მერე ჩვენიერ დღეს. აი, რამოდენიმე ასეთი სავარჯიშოა და ერთი ასეთი. დახუჭეთ ყველა მთვალიო და დღეს თვალ დახუჭულზე გაიხსენეთ 3 შემთხვევა, რის გამოც შეგიძლიათ თქვათ, რომ თქვენ ხართ მადლიერი და ბედნიერი.
აბა იფიქრეთ და მე გამოგკითხავთ ვინ რა მოიფიქრა. გადაავლეთ აბა თქვენ დღეს თვალი, რა მოხდა დღეს რეები დატრიალდა და რის გამო შეგიძლია ღმერთს უთხრა მადლობა და ან ადამიანებს დღევანდელი დღის განმავლობაში რა მოხდა ისეთი, რომ აღმოვაჩინო. თვალების დახუჭვა რატო არის იქ კარგი? მოწყდები რა ამ წუთის სოფელს და რაღაც ზემოდან გადმოხედავ შენ ცხოვრებას. როგორც უცხო თვალით რა. რომ შეიძლება შეამჩნიო ისეთი რაღაცა, რასაც შენ აქამდე ვერ შეამჩნიო შენ ცხოვრებაში. ვინც მოიფიქრებს ასეთ ფაქტს, რომლის გამო შეუძლია იყოს მადლიერი, ხელი აწიოს და მე ისე გამოვკითხავ. დავიწყოთ ეკატერინე, ყოჩაღი გოგო. აბა ეკატერინე, რის გამო შეგიძლია შენ? მე მადლიერი ვარ, რომ დღეს დილით გავიღვიძე და ღმერთმა კიდევ ერთი დღე მაჩუქა. ასევე ვარ მადლიერი იმისთვის, რომ მაღაზიაში ერთი ქალი იყო და დამეხმარა რაღაცების ჩალაგებაში, ანუ ვერ ვალაგებდი და გადმომიცვიდა ყველაფერი და ამალაგებინა და ჩამალაგებინა და დღეს ხუთაშორის ჩვენ სკოლაში ძალიან ცუდი ჩხუბი მოხდა და მაგისთვის ვარ მადლიერი, რომ მაგ ჩხუბში არ გავეხვიე და არ დავზიანდი. აჰა, ებე ეკატერინემ სამი ფაქტი მოძებნა მშვენივრად ყოჩაღ როგორი ჭკვიანი და საყვარელი გოგოა და თან გაივარჯიშა და ცოტა მოემატა ეხლა მადლიერების განცდა. აბა მარიამი საყვარელი რას გვეტყვის? მე მადლიერი ვარ, რომ ერთი პატარა რაღაც ბოთლი იყო, თუ გავიგე რომ ჩემი გობარს დახკარგო და ვაპოვნინე. მეორე იმის მადლიერი ვარ, რომ დღე გათენდა. და მესამე ის, რომ გაკვეთილები მზად მქონდა მას. აჰა, კი ბატონო. მოდი აბა ეხლა სამ-სამი აღარ გვინდა, თუ გინდათ ერთს იცავ თქვათ, ოღონდ არ გავიმეოროთ. რაც ითქვა, იგივე რომ აღარა ვთქვათ. კარგით? ამა მოდი ეხლა იტყვის ილია. ილიამ რა იპოვა თავის ცხოვრებაში ისეთი, რომ მე ძალიან გამიხარდა და მადლიერი ვარ, რომ საქართველოში ვარ ახლა და რწმენა მაქვს დიდი. ხედავ რა მნიშვნელოვანი რამე თქვა. რწმენა ქრისტეს რწმენაზე და ჭეშმარიტი რწმენა აქვს და ეს არის ალბათ ყველაზე დიდი ჩვენთვის დიდი ბედნიერება ენით აღუწერელი. და მეორე ნახეთ ეხლა მაგალითად გიორგი მასწავლებელი, ჩვენი გიორგი ვასაძე, ამერიკაშია და როგორ ენატრება საქართველოში ყოფნა. და ლუკას დედა გონი ხო კიდე უცხოეთში და აი ილიამ ეგ გათვალა, რომ ამ წუთას მე რო საქართველოში ვარ, ქართულ ჰაერს სუნთქავ და უცბად ამაზე მადლობა გადაუხადა ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთის გარეშე ჩვენ ვიცით რომ არაფერი არ ხდება. ყოჩაღ ჩემო საყვარელო, კარგი ბიჭი. აბა ლუკამ გითხრას. ქორიძე. პირველი იმიტომ ვარ მადლიერი, რომ მე კარგად ვარ, ჯანმრთელი ვარ მას, ასევე იმიტომ რომ ჩემი ოჯახის წევრებიც მას კარგად არიან და მესამე იმიტომ რომ ქრისტიანი ვარ და ვეზიარები და ეკლესიაში დავდივარ და ვეზიარებ. აი უყურე ლუკა ჩემო ძვირფასო, სახარებაში რა უწერია უფალს. შენ გგონია რომ შენ ამირჩიე, ჩემი გზა შენ აირჩიეო და მოხვედი ეკლესიაშიო რომ ეზიარო, მაგრამ სინამდვილეშიო მე ამოგირჩიე შენ. რა საოცარი დამწერი. ესე იგი მე შეგარჩიე შენ, ამდენი კლასელები ყავს სიტყვაზე 20-25 ხო? და მაინც შენ შეგარჩია იქ კლასიდან და დაგაყენა თავის წირვა ლოცვაზე. რა საინტერესოა რა, ესე იგი
აი ამხელა მადლია რომ ჩვენ გვწამს ღმერთი, ჩვენ შეგვიძლია ლოცვა, ჩვენ შეგვიძლია ტაძარში ყოფნა, ზიარება. აბა ეს ჰონორ აბა რო არ წერია სახელი ჩემო საყვარელო, აი ხელი რო აწია, მიდი აბა ჩართე და გითხარი რა ქვია. დავითი მქვია. დავით, საცხოვრობ, გაგვეცანი. თართი ჭალაში. თართი ჭალაში, აბა გისმენ ჩემო საყვარელო. მას მე იმიტომ ვარ ბედნიერი, რომ შემიძლია სხვების დახმარება და ლოცვების წაკითხვა. ხედავ, ესე იგი, აი შეიძლება ადამიანი ისეთი გაჭირვებული იყოს, რომ სხვისი დახმარება გჭირდებოდეს, ნახე? და დავითმა რა ჭკვიანურად შენიშნა, ჯერ ის რომ თვითონ კარგად არის და დახმარება არ სჭირდება და თან გულში სითბო აქვს, ესე იგი შეუძლია სხვას დაეხმაროს. განა რამდენ ადამიანს შეუძლია რომ სხვას დაეხმაროს, მაგრამ ვერ ეხმარება, ხო იცით როგორც არის. ან აი კიდევ ერთ რამეს გეტყვით. იქ შესაწირი 5 იყო, იესო ქრისტეს სახარებაში წერია და ერთი ქალი მოვიდაო და ჩვენებურად რო ვთქვათ 10 თეთრიანი ჩააგდო. და ხალხს გაეცინაო 10 თეთრიანი თორე რა უნდა აშენდესო 10 თეთრიანი რა არის ახლა? გინა გქონია გინა არის. ზოგს რო დაუვარდება 10 თეთრიანი შეიძლება არც აიღოს. აი ჩვენთან რუსთავში 80 თეთრიღის სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა. და ზოგი რო ლაშს მიცემს ხოლმე, ხურდას აღარ გამოართმევს ხოლმე რა, რა თმინდა 20 თეთრი ოჯა. და მოულოდნელად იესო ქრისტემ გააჩერა ყველა და უთხრა რომ აი ამ დედაკაცმა ყველაზე მეტი შესაწირი გაიღო. ესე იგი, არაფერი არ ქონია თურმე იმ 10 თეთრიანზე მეტი. მოვიდა და რაც ქონდა ის შეწირა ბოლომდე. ეს არის, ანუ უყურეთ, ვიღაცას რომ მილიონები აქვს და ის $1000 შეწირავს, ხო? იმაზე მეტი იწირება იმისგან, ვისაც ცოტა აქვს და იმ ცოტას შეწირა. ხვდით რა საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს კაი მოვატყუებთ და დაუმალავთ და ისე მოიქცევით, რომ ვერ გაიგებს ჩვენს მდგომარეობას ადამიანი, მაგრამ ღმერთს ხომ ვერ მოვატყუებთ. ღმერთმა იცის ანი და ჰოე, ღმერთმა იცის ჩვენი ფიქრები, ჩვენი გულის ნადები და დიახაც, ესე იგი ზუსტად ესეა. აბა მოდი ერთიცა ვთქვათ, აბა დემეტრე რას გვეტყვის? გაურთე აბა ეთომასწავლებელო. დააჯობოს. ისე აღდგა. ჭეშმარიტად ახსნა. აბა შენ თუ იპოვე რამე დღის განმავლობაში, რომ რითიც შეგიძლია მადლობა გადაიხადო და მადლიერი იყო. მასმე მადლიერი უფალთან ყოველთვის, ანუ მადლიერი უფლის იმით ვარ, რომ ჯანმრთელი ყავს ოჯახი. დედა და მამა ჩემი და ჯანმრთელი ყავს. დიახ, ძალიან, აი, ძალიან სწორი შენიშვნა. ჯვარი გწერია თქვენ ბავშვებო, მაგრამ რამდენი ადამიანის დედა არის ახლა შეუძლოთ და საავადმყოფოში გადაიყვანეს, ზოგს აგერ რაღაცა დაუშავდა და ძმა წაიყვანეს, და წაიყვანეს, მამა გადაიყვანეს. აგერ ერთ ჩვენ მეგობარს ნინო ჯადუგიშვილს მამას ოპერაცია გაუკეთეს, რთული ოპერაცია, აი, მაგრამ ახლა რომ ჩვენ რომ არა ოჯახის წევრები კარგად აღყვავს, ახლა დემეტრემ შენიშნა. მადლობა ღმერთო, რომ ჩემი ოჯახის წევრები მეც კარგად ავარ და ჩემი ოჯახის წევრები ამხელა ბედნიერება. აი ახლა ვისაც ახლა ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, იმისთვის რა მნიშვნელოვანია ახლა სიტყვაზე ერთ-ორ დღეში ექიმი რო ეტყვის, რომ არაფერი აღარ ტყივა, კარგად ახარ. და ვიღაცას ეს ჯანმრთელობა აქვს და არაფრად არ აკეთებს, აი არც ვერ გონია რომ რამე კარგი გააჩნია. შემოდი ვიფასებო ერთ-ერთი ასეთივე სავარჯიშო, რომ ჩვენმა მადლიერების დონე მოიმატოს, კიდევ არის დღიურების წარმოება. თურმე ავიღებთ ასეთ რვეულს და დავაწერთ ზემოდან მადლიერების დღიური, ან რვეული, როგორც გინდათ, აი მადლიერების რვეული. პატარა შეიძლება იყოს. ხო და ნახეთ, აბა აი როგორც ახლა თქვენ რო ჩამოთვალეთ,
დაფიქრდებით და პირველი დაწერ. და თქვათ, იტყვი რომ მადლიერი ვარ იმის რომ მე მოვევლინე ამ ქვეყანაზე. ხო შეიძლება სულ არ მოვლენილიყავი ამ ქვეყანაზე. მე მოვევლინე ადამიანად. რატო ადამიანი? იმიტომ რომ ღმერთმა თავისი მსგავსება და ხატება მარტო ადამიანში ჩადო, რაც ნიშნავს რომ ჩვენი სული არის დაუსრულებელი და უკვდავი და არასდროს არ დამთავრდება. რამხელა განცდა ღმერთის, რამხელა სიყვარულია ჩვენში. ან ის რომ გავიგოთ მერე რომ ქრისტემ ჩემი ცოდვები გააკრა ჯვარზე. აი, რამდენი ჯვარს დავინახავ, ხო მადლიერებით გული უნდა ავისო, რომ ასეთი ღმერთი ყავს. ყავს ჩვენ, რომელმაც ჩვენი ცოდვები მთლიანად ჯვარზე გააკრა და მე გამანთავისუფლა და მე შემიძლია რომ რაც ოდაც უნდა ჩავიდინო აღსარებაში ჩავაბარებ და გავიწმინდებ მისგან. აი ასეთ და მე დაწეთქვათ რომ დედა კარგად მყავს. ვთქვათ ლამაზი სოფელი რომ აქვს, ქართველად რომ დავიბადე და ასე შემდეგ. მოკლედ ამა ვინც ამას აწარმოებს თურმე, შემოდი ვიფასებო, მისი მადლიერების დონე დღითი დღე მოიმატებს. მოიმატებს და მოიმატებს. და ერთიც ლექსო მასწავლებელო, ჩვენ მადლიერები ვართ, ყველა რომ თქვენაერი ადამიანი გვყავს, რომ ამ ყველაფერს ვასწავლის. ენაცვალე გიორგი. აბა ილიას რაღაცა გაახსენდა ახალი, აბა ილია. კიდევ ბანაკში ჩვენ ქონა მადლიერების ხო ყველას მას და აბა მოდი მადლიერების ქვაზე ილია მოგვიყვება ეხლა. აბა რაო? მას ყველაფერს უყნის ამოჭერით ხელს მას ქვას და უფალს უპარებოდით მადლობას რაც რისთვის გადაგვარჩინა უფალმა და რისთვისაც ვართ მადლობელი. ესე იგი, შემოდი ვიფასებო ასეთი შეგონება. ანუ ფსიქოლოგიური პატარა ამბავი, თხზულება. ერთი კაცი, რომელიც იყო ძალიან ცუდად. აი, მის ცხოვრებაში არაფერი საინტერესო და კარგი რომ არ ხდებოდა. იმდენად გამწარდა ეს კაცი და იმდენად ცუდ მდგომარეობაში იყო, რომ სვაშველი რომ ვერაფერი ნახა, თავის ყოფილ კლასელს, თავის საყვარელ ესე იგი მოძღვარს მიადგა ტაძარში. და მისველეთ მამაო და ავიღუპე, რა იყო კაცო, ეუბნება რა იყო მამაო, აი არაფერი კარგი არ ხდება ჩემ ცხოვრებაშიო. სამუშაო არ ამაქო, ბავშვები შეუძლოთან მყავს, ოჯახში არეულობა მაქვს, ცოლთან დაძაბულობა, ეკონომიურად საჭმელსასმელი არ ამაქო, სამსახური ვერ მიპოვიაო, მოკლედ ყველაფერი მტკივაო, ნერვოზი მაქვს, მოკლედ რა. ჯო რამე კარგი როგორ არა გაქო გაიხსენა, არაფერი არ მაქვს კარგი. საერთოდ არაფერი. ნიშველე რამეო. რა გაუკეთო სამოძღვარმა, რითი უშველა და მეორე კარებიდან თურმე შევიდა ერთო მასწავლებელო და ეზოში ერთ-ერთი კენჭი აიღო. ტაძრის ეზოში იყო ეს კენჭი. აიღო გამოუტანა და აიო ეს იცი რა არისო? ეს გიშველის. რა არისო? რა არისო ბიჭო და ეს მადლიერების ქვა არისო. 64-ის წვიმა მოვიდაო და ზეციდან ჩამოვარდა, უბრალო ქვა კი არ არისო. და ყველა ქვა რა ღმერთი შექმნილი არ არის? ხო და ეხლაო მე გასწავლიო ეს მოგიტანს ძალიან დიდ ბედნიერებას. ოღონდ ჩვენ უნდა ჯერ მადლიერება ისწავლო. რა მადლიერება? არაფერი კარგი არ ხდებაო და რაზე მოვიხადო მადლობა? მოიცაო კაცო, ნუ ჩქარო. ეხლავე ამგიხსნი ყველაფერს. აი ეხლა ამის მოხმარების წესი როგორ არის? წამხვალ ეხლა შენ სახშიო, ხო? ეხლაო რომ მოდიოდი ჩემთან, დარწმუნებული იყავი რომ მე დავხვდებოდიო? არაო. ხო შეიძლებაო რომ მე თქვათ ოჯახის ბინის კურთხევაზე ყოფილიყავი გასული ან სასაფლაოს კურთხევაზე. კიო, მაგაზე ვფიქრობოდი, ასე ვიძახდიო, კაციცო არ დამხვდესო, რაღა მეშველებაო. მერეო
რო დაგხვდა არ გაგიხარდაო? დაგხვდი მეო. კიო. ხო და მაგის გამო მადლობა მოიხადეო? არაო. ხო და აბა ეხლა მომეციო ხელიო დაუდო ქვა. ხო და უთხარი ეხლა ღმერთო მადლობა რომ მოძღვარი დამხდაო. რო კარგიო. დაიდო და უთხრა მადლობა ღმერთო მართლაც რო არ დამხოდრო და მოძღვარი ჩემი მეგობარი ნამეშველებოდაო. ეხლა მოუჭირე ქვას ხელიო და მოუჭირე. აი ეგარ. უთხრა წახვალ სახში. ხო და თუ შვიდობით მიხვედიო სადარბაზომდეო, სადარბაზოში რო ახვალ ქვას ჩაიდებო ისევ, მადლობა ღმერთო რომ შვიდობით მოვედი სახშიო. ხო შეიძლება მანქანას დაერტყა, ან რაღაცა წნევას დაერტყა, ან რაღაცა მომხდარიყო და ან ისეთი წვიმა მოსულიყო რომ დაესველებინა და გააცივებულიყო ან რაღაც. მერე დააკაკუნებ კარზეო. მერეო მეუღლე ხო გაგიღებსო, ეტყვი, როგორ ბრძანდები ჩემო საყვარელო მეუღლე, ეტყვი, მოიკითხო. და თუ გეტყვის კარგათავა რომ მადლობა გადაუხადე ღმერთს, ოღონდ ქვას რო ხელი მოუჭირო არ დაგავიწყდესო, იცოდე, მაგრად მოუჭირე. და რამდენიო. ხო და ეს რას მიშველისო, რას გიშველისო და როცა მადლობის თქმას ისწავლიო, მადლობა გაგიორმაგდებაო. ესე იგი მადლიან კაცს ღმერთისგან რაც აქვს ორმაგი ეძლევა და უმადლ კაცს რაც აქვს უნახევრდება ისაც. ნელა უმცირდება და უმცირდება. მოკლედ, ასაგებია ყველაფერი. დავიდა ეს კაცი და მართლაც ესე იგი მშვიდობით იმგზავრა, მივიდა სახში და მოუჭირა და მადლობა ღმერთო რომ მშვიდობით მივედიო. დააგაკუნა სახში მეუღლემ გაუგო. როგორ ხარ ჩემო საყვარელო მეუღლეო, ხალი გაგიჟდა, შენ რამდენი ხანია არ მოგიკითხია ჩემი თავიო, გაუხარდა ამ ქალს კაცო, კარგად ავართო რა გვიწევს, ხო და დიდება ღმერთო რომ ცოლ-შვილი კარგად დამხვდაო და ასე დაიწყო ცხოვრება. ხო და გავიდა ბავშვებო ერთი თვე და მოდის პედნიერი ეს კაცი მამაოსთან. მამაო შენ გენაცვალე ქრისტე აღდგა, ჩაეხუტა უბწყინავს სახე თვალები. რა იყო კაცო? რა იყო ეს რა ქვა გამატანეო? ამაშენა ამ ქვამო. რა იყო კაცო? რა იყო? სამსახურით ვიშოვეო. ყველა ჯანმრთელობის პრობლემა მომიგვარდაო. ცოლიო კოცნით ხდებაო. რამდენი მივალ მოიკითხავ როგორ ახარო? იმას ისე უხარიაო, ჩამომეკიდება კისერზე და მკოცნისო და თუ რამე გემრიელი სადილებია დამიმზადებსო, ღვინოს მომიტანსო და თელი ცოლ-შვილი სამსახურიც გამოგვიჩნდაო, ჯანმრთელობითაც ავეწყეთო და ყველაფერში ხელი მომემართაო. აი რა მოიტანა მადლიერები. ჩემო ძვირფასებო. ეგრე რომ თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ ცოტა ისეთი ლამაზი ქვა, კარგად შეათვალიეროთ ეს ქვა, თუ დარწმუნდით რომ ეს ქვა ნამდვილად ღმერთის შექმნილია და ყველა ქვა იცით რომ ღმერთის შექმნილია და ყველა ნივთი რაც არსებობს, ესე იგი ღმერთის ქმნილება ჩათვალეთ რომ ღმერთმა გაჩუქათ ეს ქვა. და ეს არ არის უბრალო ქვა, ეს არის მადლიერების ქვა და აბა თქვენ იცით ესეც კაი სავარჯიშოა რომ მოიმატოს თქვენს გულში მადლიერების განცდა. აი ესეთი მადლიერების ქვის ამბავი გაიხსენა ილიამ ჩვენმა საყვარელმა. ეხლა მე მინდა ჩემო ძვირფასებო, ესე იგი კიდევ ერთი ხერხი გასწავლოთ მადლიერების. კიდევ ერთი სავარჯიშო, ასე ვთქვათ. აი მაგალითად ადამიანი როდესაც რაღაცა საქმე კარგად ვერ წაუვა ადამიანს, აი როგორც აქ ითქვა, ხომ, დავითმა თქვა, რომ ლოცვა შემიძლიაო. აი თურმე განსაკუთრებულად ეხმარება ლოცვის თქმა მადლიერების გულში გაღვივებას. აი თქვა რაღაცა ვერ არის ადამიანი ხასიათზე და რაღაცის გამო არის უკმაყოფილო და ამის გამო ხასიათი არ უარს გამოკლ. აი წმინდა მამები და ეკლესია გვასწავლის რომ ამ დროს ჯობია არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ გაბრაზებულზე
შეიძლება მწარე სიტყვები უთხრათ ერთმანეთს და ბევრს გული ვატკინოთ. ამიტომ ჯობია ცოტა ხანი დადუმდე, ლოცვების წიგნი აიღო, წაიკითხო და მაშინათვე შენი გული დამშვიდდება და შენი სიტყვები აღარ იქნება მწარე და სხვა ადამიანს გულს აღარ ატკენს. დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთ სწავლებაში ასია, რომ ცუდ ამბავს რო გაიგებო, ან ვინმე რო რაღაცაზე გაწყენინებსო, 100-მდე დათვალე და მერე გაეციო. ზოგანწერი 10-მდე დათვალე და მერე გაეციო პასუხი და ჩვენ მოდი 10-მდე კი არ დავთვალოთ, კაცო. ლოცვა ვთქვათ იმ 10 დათვლის ნაცვლად, ლოცვა წავიკითხოთ გულში. აი, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მეწოდვილი, ვისაც ეს ლოცვა არ გაგახსენდებათ, მოკლედაც შეიძლება, უფალო შემიწყალე. ან მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო ხო ყველა მიცით? ან კიდევ სხვა რამე შეიძლება კიდე, ან შეგიძლია ასე თქვა, ჩემო უწმინდესო და უნატარესო, ჩემო საყვარელო პატრიარქო, დამამშვიდე, აი აღელვებულება. მამა პაისი, ზოგ მამა პაისას თხოვს, დამეხმარე. ზოგ შეიძლება თხოვოს თავისი მოსახელე, აი ლუკა მაქორიძე, მაგალითად შეუძლია თხოვოს, რომ წმინდა ლუკას, ვინც ახარება დაწერა. დემეტრე, წმინდა დემეტრე თავდადებულს თხოვს, დამეხმარე. მარიამ მაგდალინეს და ასე შემდეგ. ჩვენ რა სახელებსაც ვატარებთ, ყველა სახელი ვინაიდან ნათლობაზე დაგვარქვეს, ესე იგი წმინდა სახელებია და ჩვენ რამდენი მინდა გასწავლოთ, რომ სახელით მიუმართავთ ნათლობის სახელით. იმდენი თურმე ამ სახელის წოდების დროს მისი მადლი გადმოდის ადამიანს. ამიტომ ასეთ რჩევას გვაძლევს ეკლესია, რომ აი ნახეთ, დავითმა ხო თქვა, რა ქვიაო, რო უთხარი დავითიო, ზოგი იტყვის დათომ ქვიაო, ზოგი დათუნას ეძახის, ზოგი ეძახის მაკუნა და ასე შემდეგ. აი დავითმა კი რა კარგად გვიპასუხა, რომ დავითი მქვია, იმიტომ რომ ჩვენ დავით აღმაშენებელი ყავს, უდიდესი მეფე, ხო, დავით მეფსალმუნე, უდიდესი მეფე. როცა ამ სახელით უწოდებს, მისი მადლი ეწევა მას. ნახეთ, ეს არის ძალიან დიდი შეწევნა და ამიტომ ასე მოფერებითი სახელების წოდება იმ მადლს გვაკარგვინებს ერთმანეთთან. აი, ასევე უნდა აღვნიშნო, რომ ეკატერინეს რა კარგად უწერია ეკატერინე. ილია არაჩვეულებრივად. და მინდა რომ აი ეს გაითვალისწინოთ და მოფერებითი სახელები კარგია, მაგრამ მადლი რომ არ დაიკარგოს, იმიტომ რომ თქვენ მშობლებმა საგანგებოდ შეგირჩიეს წმინდანის სახელები და ეს მადლი რომ არ მოგაკვდეთ, ესეც გაითვალისწინეთ და ესეც შეგეწევათ ეს მადლი. ეთერი აფციურს მადლობა რომ გუშინ ესეთი თბილი საუბრები ქონდა. კი ბატონო. მარიკა ვასაძეს მადლობა. თეოგიორგაძეს. დღეს მოვუსმინე ეთერი მასწავლებლის თავის დადებულ პოსტს და კომენტარშიც კი დაუწერე, რომ ანუ ჩემი წაკითხულიდან იმხელა განცდა თითქოს არ მიგრძნია, კი ყველაფერი გულს შეეხო, ყველა ფრაზა, ყველა მისგან დაწერილი სტრიქონი, მაგრამ აი მისი წაკითხულიდან იყო, არ ვიცი, საოცარი ემოცია, აი გულში მოარტყავა, ნათქვამი რო არის. მართლა ესეთ ფრემლები ღარა ჩამომდიოდა თავის. სად დადო მაგ სად იყო? კი, ლია თევზაძეს უდევს თავის პირად გვერდზე, ლალი მასწავლებელო გადადით და აი არ ვიცი ეს იყო საოცრება, საიდან ამდენი თბილი სიტყვა საიდან მოაგრო, ეს ხო თვითონ მის გულში დევს და მე პირველ რიგში აი მართლა მადლობელი ვარ და არ შემიძლია არ ვთქვა და მადლიერება არ გამოვხატო იმაზე, რომ მოვხვდი აი ამ ძვირფას ადამიანების გვერდით, პატრიარქის ჩოხოსნების გვერდით, სამშობლოს ცოდნაობის გვერდით, არ ვიცი, ეს იმხელა მადლია
მე მამას მართლა უგრძნობ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანისგან მოდის ძალიან დიდი სითბო და სიყვარული და იგივე სწავლობენ, მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი ბავშვები, როცა აი უფროსებში ხედავენ ასეთ დამოკიდებულებას, თუ როგორი სითბო იღვრება ერთმანეთის მიმართ და როგორი თავგანწირვა გვაქვს ერთმანეთის მიმართ, გაჭირვების ჟამს, როგორ ვუდგევართ გვერდში ერთმანეთს, ლოცვით შევეწევით და ასევე სიხარულს მათსას ვიზიარებთ, ხო? თავისთავად ეს მაგალითია უკვე ბავშვებისთვის და ერთ-ერთი გაკვეთილი. და ბავშვების გონებაში კი ეს ძალიან კარგად ილექება და განსაკუთრებით ისრუტავს ბავშვი ღრუბელივით აი ამ ყველაფერს და მერე ეს მათ ცხოვრებაშიც აისახება ხოლმე გარკვეულწილად და მე მართლა მადლობელი ვარ უფლის და მადლიერებას გამოვთქვა აი ამ ყველაფერისთვის და მადლობა უფალს რომ ეთო ჩემი რა ვიცი ძალიან ძვირფას ადამიანად იქცა და რა ვიცი მე ვფიქრობ ეხლა რომ ლალი მასწავლებელსაც მოусმინოთ ეთო მასწავლებელსაც და მე ბავშვების აზრით ხომ არ მოვისმინოთ მადლიერებასთან დაკავშირებით ლექსო მასწავლებელმა განაცხადა რომ იცო არ გავიმეოროთ მაგრამ შემიძლია გამეორება ყოველთვის ცოდნის დედა და იგივე შემიძლია გავიმეორო ჯერ საღამომშვიდობისა მოგესალმებით გულში გეხუტებს სულ დიდი სიყვარულით და ნამდვილად აი არ შემიძლია არ გამოვეხმაურო თქვენს არა მარტო თქვენს ალბათ იმდენი კომენტარები იყო იმ კომენტარებსაც ვკითხულობ ეთერი განაცვალე ეთო აი ჩვენო საყვარელო ქალბატონო მართლა საოცრება ხარ და არ ვიცი რა ეს ან საიდან ან მიხახელაშვილი ან ეს საიდან გაგახსენდა არ ვიცი რაღაც საოცრება გოდეთი ჩოხები და რა ვიცი ყველა თუ ვინმე ჩვენ გულის იმებს შეხებია ყველას შეეხე აბსოლუტურად სუპერს და უგრმესი მადლობა ამისთვის ეს მართლა სასწაულია და მართლა მადლობა უფალს ეს არის ყველაზე დიდი მადლიერება რომ კვირიდან კვირას ჩვენ ველოდებით რომ რაღაცა ახალი სიახლე რაღაც ახალი სიცოცხლე უნდა შემოვიდეს იმ დღით ჩვენს გულებში ჩვენს ოჯახებში რა თქმა უნდა ეს ჯერ ოჯახებში შემოდის ეს ყველაფერი მე ჩვენს გულებს ეხება ეს ყველაფერი და აი ამდენ ლამაზ გოგობიჭებს აი ესეთ სიტყვებს რომ ეს ამდენ ლამაზი გოგობიჭები ამ პატარა ბავშვებისგან და აი მე ღმერთმა ქნას უფალმა მაშინ ვიქნები უფრო ჩვენ მართლა მადლიერები რომ ეს ბავშვები აი ესეთი ცხოვრებით სწავლენ და ასეთი ცხოვრებით იცხოვრებენ და მათ შორის არასოდეს არ იქნება ეს შავი ლაქა და ღმერთმა არ ინებოს რომ რაღაცა შავი ლაქა დარჩეს რომელიმე მათგანში და არ გქონდეთ მადლიერების შეგრძნების უნარი და უფლება თქვენ თითოეულ ჩვენგანს და ის ჯერ ხო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გერქვას პატრიარქის ჩოხოსანი და მე აი ამდენ ანთებულ თვალებს რო უყურებ ამდენ სიყვარული რო იქცევა თვითონ თქვენგანი თვალში გულში სულში ყველაფერში აი მით ვარ მადლიერი და მადლობა უფალს მადლობა თქვენს სულ ყველას და თითოეულ პიროვნებას ვინც აი პაწაწინა იმას რაღაცას თმის სიტყვას იტყვის ყველას მადლიერი ვარ და ყველა მიყვარხართ გულში სულში და ჩამდე მიყვარხართ სულ ყველა ახლა ჩვენ გავაკეთეთ სკოლაში დირექტორი მეუბნებოდა ჩემი რომ არ ვიცი მამული ენას არ წმუნება ღმერთის სამშობლო ადამიანი მგონი გავითიში ხო? არა გისმენთ ხო ეს გავაკეთეთ ღმერთის სამშობლო ადამიანი ილია მეორე და მე გავაკეთეთ მამული ენას არ წმუნება ილია ისევ ხო და დირექტორი მეუბნება რა მოხდება ვინმე მოგცემს ამაზე შენიშვნასო და თან ერთად გავაკეთეთ სურათი ორივე ერთ ჩარჩოში ჩავსვით ილია მეორე და ილია და მე ვთხარი ამაზე მე მგონი ყველა მადლობა უნდა მოგვიხადოს ამისთვის კი არ უნდა მოგცეს შენიშვნა ამის გამო და რა ვიცი რაღაც ესეთი ვერ ვხედავ რაღაც ეგეთ რაღაცას და გვინდა რომ სკოლაშიც გავაკეთოთ თუ მე სხვას ვერაფერს ვერ ვაკეთეთ გავაკეთოთ ეს ეკლესიური კუთხე და ჩვენთან აზერები სწავლობენ და ვერიდებით, მაგრამ რატო უნდა მოვერიდოთ და ვაკეთებთ ეხლა და გონის ამას და აი ამის და ძალიან გამიხარდა გუშინ გავაკეთეთ ეს და ძალიან მადლიერი ვარ ჩემი დირექტორისთვის. მადლობა და ეხლა ქალბატონეთელის გადავცემთ სიტყვას. უკაცრავად სანამ ეთო არ მიწყინო სანამ ეთო მასწავლებელი ჩაერთვება კიდევ მინდა ერთი რაღაცა თქვი ხა სკოლა რო ახსენე ლარი მასწავლებელმა დღეს შუადღის საათები იყო ალბათ გივი მასწავლებელს ვესაუბრე რომ რაღაც პატარა პრობლემა გქონდა ჩვენ სოფელში რაღაც ღონისძიებას ვაკეთებ და სკოლაში ხო როგორც წესი
პრობლემაა ხოლმე ჩვენი შეშვება და ღონისძიების გამართვა იქ და გივი მასწავლებელი დამპირდა რომ ამ ადამიანისთვის ვილოცებო და ისეთ თბილად მომხვდა ეს გულზე რომ აი მართლა სითბო ჩამეღვარა მე ცოტა გაბრაზებული ვიყავი მართალი გითხრათ ბრაზობდი რომ რატო არ შეიძლება თქო ეს დირექტორზე მაგრამ გივი მასწავლებლის ამ დამოკიდებულებამ აი საერთოდ შემიცვალა აზრი და სხვანაირად მიუდექი ანუ ჩემ ფიქრებში და ჩემს გონებაში აი მეც თითქოს რაღაცნაირად ლოცვა მივაშველე და საღამოს გივი მასწავლებელო უკვე დაბინდებისას ალბათ 8 საათი ხდებოდა წერს ჩვენი დირექტორი რომ სკოლა თქვენს განკარგულებაშია და შეგიძლიათ ღონისძიება გამართოთ ეს ალბათ მეთქი გივი მასწავლებელმა ისე გულით ილოცა თქო და მადლობა უფალს თქო ვიძახდი რომ ასე მოკლე დროში მოხდა ესეთი პასუხი თქო რა და აი ჯერ არც არავისთვის არ მithქოს არც ბავშვებისთვის არც არავისთვის ეს პირველი თქვენ ხართ ეხლა რომ გაგიმხილეთ ეს ამბავი და ისეთ გახარებული ვარ რომ აი მე უკვე გადადგმული მე ვიცი როგორ ილოცავ მე უყარი ილოცებს მეთქი ეხლა მოვიხსენებ ლოცვებში მეთქი და გავიდა 2 საათი რაც ვილაპარაკეთ მე და 2 საათი ნახევარი რა დაახლოებით 6-ისკენ ვილაპარაკეთ ხო და ფაქტია რა ესე მალე თუ შედეგი დადგებოდა ხო აი იმიტომ აი სიტყვასაც ხო როგორ გვასწავლის და ჩვენ შალვა ამონაშვილის ფრაზები გამახსენდება ხოლმე რამხელა ძალა აქვს ხო სიტყვას აი აზრების გაშვება თუნდაც ხო წავიდა იმ ნახა თავის მონათესავი აზრი და მე ერთი გუნდად შეკრული უკვე ძალაა ხო და აი მე უფრო ამას დაუკავშირე რა და გავიხარება და მადლობა უფალს ეთო მასწავლებელობა გისმენთ და მე ბავშვების აზრებიც მოვისმენთ. მადლობა უფალს ყველაფრისთვის. გუშინ როგორც ლალი მასწავლებელს ჩვენც ძალიან ლამაზი დღე გქონდა. აი ძალიან მართლა გავახარეთ ერთმანეთი და მე კარგა ხანს მეხსოვნება ეს დღე გივი მასწავლებელო, აი მადლიერი ვარ ყველასი ძალიან. რაც შეეხება პატრიარქსა და წერილს ძალიან დიდი მადლობა ყველა სიტყვისთვის და უბრალოდ უწმინდეს თხოვე რომ თუ არ დამეხმარებით ვერ დავწერ მეთქი და დამეხმარა. ჩემი არ არის. კარგი, ღმერთმა ყოველთვის ყველას ქონეს იმის საშუალება მე დარწმუნებული ვარ ყველას დაეხმარება ყველას რა თქმა უნდა ყველას დაეხმარება უბრალოდ მინდოდა მეთქვა ჩემი არ არის. ეხმარება უკვე. ფაქტisesti ეხმარება უკვე. ხო მეტი რა სასწაული ხადღავეძებოთ სასწაული აგერ ფაქტის სახელზე კი დანახვა უნდა უბრალოდ კი უნდა დავინახოთ მართლა ხო ჩვენ ვცდილობდით რომ 40-მდე მოგვესწროს და გაგვეკეთებინა ის თან ის ჩვენი ხელოვნების მასწავლებელმა გააკეთა ასოები გამოჭრა და ისე გააკეთა ცოტა სხვა ფერებში და ცოტა შემატევადეთ იწვალა იმ გოგონამ რა და ძალიან მე გვაყოფილი დავში ძალიან ახლა თვითონ დირექტორიც პირველად მოხვდა ჩვენთან იქ პატრიარქის დაკრძალვაზე და ასე მითხრა რომ მე უკვე დღე გადავწყვიტე სხვანაირად ვიცხოვრო. აი ამ საზოგადოებას შევხედეო გადავწყვიტე რომ სხვანაირი ცხოვრება დავიწყო და სხვანაირად ვიცხოვრო რა ის ასე უწმინდესმა გააერთიანა მთელი საქართველო კი და ჩვენი მოძღვრები გვეუბნებოდნენ იმ დღით გქონდა სხვათა შორის საუბარი ჩემთან ოჯახში იყვნენ და აი ლაგოდეხში ხა სხვა აზრებში არ ვიციო რა ხდებაო მაგრამ ლაგოდეხშიო ყველა მოძღვარი იმას ამბობსო რომ ხალხი აი გაორმაგდაო იმდენმა დაიწყო სიარული უწმინდესის გასვლის დღიდან მომრავლდაო ხალხი არ ვიციო ეს რამ განაპირობა ეს შიშის ფაქტორი იყო თუ სიყვარულის თუ არ ვიცი ალბათ ყველაფერი ერთად იმიტომ რომ ხოლმე დანაკლისი განიცადა ქართველმა ერმა თუ დანაკლისი თუ შენაძენი ეს კიდე სხვა საკითხი მე უფრო შენაძენს ხედავ იმიტომ რომ ისე ცივი საქართველოსთან გუფარველობს გვიფარავს და აი ზუსტად განსაკუთრებით კიდე დარწმუნებული ვარ რომ პატრიარქის ჩოხოსნებს მფარველობს და სამშობლოს ცოდნეობის გუნდს იმიტომ რომ მისი კურთხევით არის ეს ორი ასე გავცელებული და უფალმა ინებოს რომ კიდე უფრო გავმრავლდეთ. ახლა მინდა რომ ანანო გოზალიშვილი დავინახე აქ და მას თუ აქვს აბა რამე სათქმელი ანანო გამოგვეხმაური აბა და მე სხვა ბავშვებსაც შევეკითხოთ. მადლიერებასთან დაკავშირებით ხო არაფერს იტყვი? პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და რა ვიცი მე ყველაფრის ვარ მადლიერი თითქმის
პირველ რიგში რომ შემიძლია რომ ხა ხშირად არა, მაგრამ ტაძარში ვიარო და თქვენ გაკვეთილებზე დავესწრო ხოლმე. იმით ვარ მადლიერი კიდე რომ გვყავს ასეთი ლექსომასწავლებელი, რომელიც გვარიგებს და ის რო არა და თქვენ რო არა ჩემ ცხოვრებაში არც ტაძარი იქნებოდა, არც 10 თვის ეს ქრისტიანულად ცხოვრება, მართლმადიდებლურად ცხოვრება და რა ვიცი, აი ყველაფრით მადლიერი. გენაცოლი. აბა კიდე ეკატერინე. მე მადლიერებასთან მინდა რომ თქვა, რომ მადლიერება ისეთი რამეა, რო არ ქონდეს ალბათ ერთმანეთს არ გვეყვარებოდა. ალბათ რა ვიცი, ჩემი აზრით მადლიერების გარშე დედამიწა არასრული იქნებოდა და შეიძლება რომ მადლიერება რომ ყოფილიყო ღმერთი ისე გაბრაზებულიყო, რომ ეს დედამიწა მოეწყო და ჩვენ საერთოდ არ ყოფილიყავით აქ და მადლიერება ეს მადლიერება არის ძალიან ბევრი სიყვარული და ყველაფერი კარგი შეკრებილი სიტყვაში და ასევე აი როგორ ვქვა რაღაც მოქმედებაში და მადლიერი უნდა ვიყოთ ყველაფრით იმისთვისაც უნდა ვიყოთ მადლიერი, რომ აი მაგალითად ახლა საჭმელს ჭამან წყალს ხებს საშუალება არ აქვს ამის და შეიძლება და ის სხვა ადამიანები ყოფილიყავით და მე ძალიან დიდი მადლიერი ვარ ყველაფრთვის რაც მაქვს. ოჩახ ეკატერინა, ოჩახ. მადლობა. აბა ლუკა ქორიძეს უსმენთ, ხელი აქვს აწეული. ლუკა აქ ხარ? მე იმისთვის მადლიერი რომ საშუალო ცნობებაზე დავიწყები მესიარულს და შემოსვლას და გავიგებდი ამ ყველაფრის შესახებ. მე მას ეკლესიაში მაშინ არ დავდიოდი ხოლმე ვიყავი მას ქრისტიანი, მაგრამ ეკლესიაში არ დავდიოდი და არც ბევრი რამე არ ვიცოდი ქრისტეზე, მაგრამ რაც სამშობლოს ცნობებაზე შევედი და ქრისტეზე ამდენი რამე გავიგე და საერთოდ სარწმუნოებაზე და სამშობლოზე, გადავწყვიტე რომ ეკლესიაშიც მევლო მას და ეხლა სულ დავდივარ მას და ეკლესიაში წირვებს ვეწრები და მე ამისთვის მადლიერი. მადლობა, გაიხარეთ. აი ჰონორ აწერია. აბა შენ ჩართე ხმა? დავითი არის. დავითი ხო? ო, საფრთხე ჩარდა დავით. მე იმისთვის ვარ მადლიერი რომ დღევანდელი დღე უთენდათ ჩემ ოჯახის წევრებს და მე და დღეს შემიძლია მე გაკვეთილს და სწრო და სხვა ადამიანის გახარებაში მიძლია. ასევე მე იმით ვარ მადლიერი რომ ანუ შემიძლია სხვას დავეხმა რომ და სხვა გავაბედნიერო. კიდე იმით ვარ მადლიერი რომ შემიძლია ეკლესიაში სიარული. დღეს ჩემი პირველი გაკვეთილია და ვიდოდი დავდიოდი ეკლესიაში ისედაც, მაგრამ ახლა უფრო მოვუმატებ ეკლესიაში სიარულს და მაგით მადლიერი ვარ. ნამდვილად. ნახეთ ბავშვებო როგორი რაღაც გაკიდა. აი როგორ შეიძლება არ ვიყოთ მადლიერი, აი თუნდაც აი ამ შესაძლებლობისთვის, რაც ჩვენ გვაქვს ახლა ამ წუთას, ხო? თქვენს ლექსომასწავლებლის სახით ვქოთ, ხო? რამდენ რამეს ვსწავლობთ. მარტო თქვენ არა, აი ჩვენ ზრდასრული ადამიანებიც როცა დავიწყეთ აქ Zoom-ის პროგრამით შემოსვლა და ლექსომასწავლებლის გაკვეთილების მოსმენა, ხო? აი რადიკალურად შეიცვალა პირადად ჩემი ცხოვრება, ბევრი რამე შეიცვალა ძალიან და აი მართლა ვერასოდეს ვერ დაუკარგავ ლექსომასწავლებელს ამ სიკეთეს და როგორ შეიძლება რომ ამის გამო მადლიერება არ გამოვხატო მის მიმართ და ნათქვამი ხომ არის რომ იყავით მადლობელები იმისი რაც გაქვთ და ღმერთი უფრო ბევრს მოგცემთ იმაზე მეც ვიდრე გაქვთ არ აქვს ამას მნიშვნელობა ეს არის მატერიალური თუ სულიერი ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ უფალს. არა, ახლა აქ უფრო გაჟღერდა
აი გავიხსენეთ კარგი რაღაცეები, ხო, მაგრამ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ თუ რამე განსაცდელი მოგვევლინა ცხოვრებაში, ხო, ამასაც მადლიერებით უნდა შევხვდეთ და მადლობდეთ უნდა უფალს, იმიტომ რომ ეს განსაცდელიც იმიტომ გვევლინება ჩვენი სულიერი გამტკიცებისთვის, ჩვენი სულიერი სიძლიერისთვის, აი ადამიანი როგორ ძლიერდება სულიერად, რამდენი დაეცემა, იმდენი რომ ფეხზე ადგება. ყველა განსაცდელს რო გადალახავს, თანდათან ის მერე ისე ძლიერდება სულიერად, რომ მისთვის უკვე რთული აღარაფერი აღარ არის, იმიტომ რომ იცის მან უკვე რომ მერე ლოცვა უნდა მიაშოლოს ამ განსაცდელს, უფლის სამსახურში უნდა იყოს, დედა ეკლესიის წიაღში უნდა იყოს და ასე ყველა სირთულეს დაძლევს ადამიანი. მაგრამ თუ ადამიანს სირთულე აქვს და ის გამუდმებით მერე წუწუნს იწყებს და საყვედურს უფალთან, ხო, რასაკვირველია, უფრო დაუმძიმდება მას სულიერი მდგომარეობა და წინ ვერასოდეს ვერ წავა უფრო, აი, როგორ ვთქვათ, ერთ ადგილ ტკეპნის ასე ადამიანი და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარდება, მერე ბოლოს სასწრაფოდ აგიფაროს და ყველა ჯვარი გვეწეროს, სასოწარკვეთილებამდეც კი მიდის ხოლმე ადამიანი და ესე რომ ძალიან კარგია თუ კი ადამიანი მიეჩვევა ამასაც სწავლა უნდა, მიჩვევა უნდა, რომ ადამიანი იყოს მადლიერი ყოველთვის, ყოველი გათენებული დღისთვის უნდა მადლობდეს უფალს, ყოველი დაღამებული დღისთვის უნდა მადლობდეთ უფალს, იმიტომ რომ ღვთისნებით ხდება ხო ყველაფერი, ღვთის განგებულებით ვიღვიძებთ და ვიძინებთ. როგორ შეიძლება რომ გამუდმებით არ გვახსოვდეს ჩვენ უფალი, ხო? ხო მისი ნებით მოვევლინეთ ამ წუთის სოფელს, მისი ნებით მოქმედებთ, მისი ნებით ვფიქრობთ, მისი ნებით ვაღწევთ რაღაც მიზანს, რაღაც წარმატებას ნებისმიერ საქმეში თუ ნებისმიერ სფეროში, ხო? თუ ეს უფლის ნება არ იქნებოდა, ასე ხო არ მოხდებოდა. აი თუ ეს განცდა გვექნება ყოველთვის და ყოველთვის მადლობას პირველ რიგში უფალს მოუხდით და არ ვიტყვით იმას, რომ აი ეს ან ჩემი დამსახურება, ან ვინმე სხვა აი მეგობრის, ნათესავის, ახლობლის, არა. უბრალოდ ადამიანებს გვიგზავნის ხოლმე უფალი, ესე ვთქვათ, მოსახმარებლად ან დასარიგებლად, ესეც უფლისგან მოდის და ყოველთვის უნდა გვახსოვდეს აი ეს ძალიან კარგი ბავშვები ხართ და თუ კიდევ ვინმეს რამე აზრის დამატება უნდა თქვას თავისი აზრი გამოხატო. მაცხოვარმა 10 კეთროვანი გამპოვნა და ამათიდან ერთი მათგანი მოგრუნდა უფალთან. აიჩოქა და მადლობას ეუბნება. და უფალი ეკითხება და განო 10-ვე არ განიკურნეთო და იცხრა სად არიან, ვერ იპოვესო თავის თავში ძალა რომ მოსულიყვნა და მადლობა ეთქვათ. მადლობა ჩვენ არ გჭირდება. მადლობა თავად მადლობის მთქმელს ჭირდება. შეგვიძლია თუ არა რომ დავარქვათ მადლიერება? უნდა დავაფასოთ ნებისმიერი წვრილმანი ჩვენი ცხოვრების. ნებისმიერი წვრილმანი. გავიღვიძე? დედა მომეფერა? ვიღაცამ გამიღი მას? სკოლაში წავედი? აი ყველაფერი რაც თქვენ უმნიშვნელოდ მიგაჩნიათ, არ არის ასეთი უმნიშვნელო. მადლობელი ვარ უფლის იმის გამო, რომ მაძლევს საშუალებას დავებრუნო დაკარგული სამყარო. როგორ შეიძლება ამის მადლიერი არ ყოფილიყო ჩვენ ქართველებად დავიბადეთ. თუში კიდე თქვა, იმიტომ რომ მადლიერი რომ ქართველად დავიბადეო და აი მოდით მადლობა უთხრათ უფალს რომ ჩვენ ეს ქართველები ვართ. სულ რომ არაფერი წმენა მაქვს იმხელა, წმენა ქრისტიანისა მთებს რომ აზანზარებს ცეკვა მაქვს ისეთი სიმღერა აღადგეს საფლავში ჩადებული ლაზარესი. არასოდეს არ შევწყვეთ მადლიერების გამოხატვის. პირიქით, თამამად გამოხატეთ მადლიერება. როცა მადლიერებას გამოხატავთ, ეხლა ნახეთ მე რა ბედნიერი ვარ, ხო მეტყობა? თქვენ ხო ბედნიერი ხართ, რომ აი მადლობას გეუბნებით აქ რო ხართ ჩემ გვერდით. ნახეთ, ორივე მხარე ბედნიერია. ამიტომ რატო უნდა გამეზაროს მე რომ ეს მადლიერება თამამად გამოვხატო და მეც ბედნიერი ვიყო და ჩემ გარშემო მყოფების მადლიერები იყვნენ და ბედნიერები იყვნენ. დიახ. ოღონდ ეს უნდა იყოს გულწრფელი. თქვენთვის სასულო გარემოში. არა? მოდით ახლა დავხუჭოთ ყველა ეს ფალები და გავიხსენოთ სამი რა, რაც ამ 2 დღის განმავლობაში, რამაც 2 დღის განმავლობაში თქვენ გულში
მადლიერება დატოვა. აბა ეხლა თვალები რომ დამახვიჭინეთ, ისეთი ბედნიერი მიყავ. ისეთი ემოციებში გადავში თან ჩემი ცხოვრების, აი ეს 2 დღე, 3 დღე ისეთი იყო, რომ აი სავსე იყო ჩემი გული მადლიერებით, ბედნიერებით. მადლიერება ფუძეში მოიცავს მადლს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ქართული ენისთვის, ქართული გენისთვის მადლიერება საღმრთო ძალაა, ნიჭია, უნარია და ის მოდის უფლიდან. და ალბათ უფლისკენ მიემართება. ეს ამოუწურავი თემაა ჩემთვის. იწყება უფლით და აღარ თავდება. თუ გული მადლიერებით გაქვს სავსე, როგორ უთქოთველად გძინავს, რა გემრიელად გძინავს, ვერ წარმოვიდგენ. აბა წუხელ ვისეძინა გემრიელად. მადლიერებით სავსები. ადამიანი შეიქმნა სიყვარულისთვის და სიყვარულის გამოვლინება ყველაზე სწორად და ყველაზე მართებულად არის სწორედ მადლიერება. მადლს გწირავ ჩემო მეუფე, სიყვარულისთვის განვემტკიცებ, მიიღეთ ესრე დრება ჩემ, ესრე სისხლივით შესაწირავ. ძალიან ჭვირმანებში ეძებეთ რა მადლიერება და ბედნიერება. აი ამას ვამბობ და მიტომ არის ის დღიური საჭირო რომ დაინახულოთ ჭვირმანებშიც არის მადლიერება და ბედნიერება და სიყვარული. და რამდენი რამით შეიძლება ვიყოთ მადლი რაც ავდექი ყოველი წუთი თუ არ მადლიერი და ახლა წარმოგიდგენთ ერთი დღიური შეიძლება დღეს დავასრულო ერთი რომ ავიღო ერთი დღეული იმდენი რამით ვარ მადლიერი. მე ამ ბალაკში ვისწავლე თუ როგორ უნდა გამოვხატოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მადლიერება. თუ რამე ცუს დაუშავებთ, უნდა მოექცეთ თბილად მას და ბოდიში მოუხატო და შეურიგდე ისევე. ხამე იყო მას და გოგოები იძინებდნენ მას და ჩვენს გვერდზე არის მას ჩემი კლასელი გოგოები და ფეხებს ვურთქავდით მას და ვაბრაზებდით მას და მაგის გამო მინდა რომ მოვინანო. უთხარი ახლა მაპატიეთ ხო? მიდე ჩაეხუტეთ, გაპატიეთ. როდესაც ადამიანი სახარების უცნებების შესრულებას დაიწყებს ღვთისმოშიშებით და არა ზედაპირულად, არა მექანიკურად, არამედ გააზრებულად აღმოაჩენს, რომ მრავალჯერ დაიცემა და რომ აღმოაჩენს, რომ მრავალჯერ დაიცემა და მრავალჯერ შეინანებს, აღმოაჩენს, რომ ესე იგი თვითონ არაფერი არ შეუძლია ღვთის გარეშე. და როდესაც ამას აღმოაჩენს, ის დამდაბდება. თავდაბალ ადამიანში ღმერთი ცხოვრობს და თავდაბალი ადამიანი აუცილებლად არის მადლიერი ადამიანი. ჩემს კაჩავი. ვინა შენ? მიდი ეხლავე ბოდიში მოუხატ. კაი მოითხო ახლა. მადლიერების განცდა, მე ასე ვფიქრობ, უფრო მეტად მაშინ ჩნდება, მაგალითად, ჩემ წარმოდგენაში და ჩემ ცხოვრებაში, მე რომ შევწოდე და მაინც რომ მელოდება ღმერთი. ახლა მაინც რომ არ გამწირდა. ბევრ ბანაკში ყოფილა მართლა, მაგრამ ეს ბანაკი მართლა განსაკუთრებული იყო, რადგან ბევრ რამეზე დამაფიქრა და ბევრ რამეზე შეხედულებები შემეცვალა. ესეც სიყვარული ცხოვრებაში არ მიგწია რა. მამა გაბრიელის სიტყვები მინდა გავიხსენო. დაიწყეთო მადლობის გადახდა ღმერთისათვის იმის გამო, რაც გაქვთ და ღმერთი მოგანიჭებთ იმას, რაც არ გაქვთ. ხომ მარტივად არის რა თქმა უნდა. უთხარი მადლობა იმისთვის, რომ გათენდა. მადლობა ღმერთო, რომელიც სახში მიხვედი და თოშვილი დახვდა იქ. შვიდათ არიან. და თუ ადამიანს ყველაფერი აქვს, მაგრამ მაინც არ არის მადლობელი, გამოდის რომ არაფერი არ აქვს. ბედნიერება სადღაც კი არ არის. ბედნიერება აქ არის და მაშინ არის, როდესაც ადამიანი ღმერთს მადლობს და ადიდებს მიუხედავად ყველა შემთხვევისა. ყველაზე მეტად ბედნიერი ვარ იმით, რომ მე მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ამ წუთის სოფელში დავიბრუნო ჩემი დაკარგული სამოთხები. ძალიან ბედნიერი ვარ თვითონ თქვენგანით, რაც ლექსომასწავლებელთან სამრევლოში შემოვედი, იმის შემდეგ ნელ-ნელა ჩემი ტკივილისევ და ქრება. მინდა კალათში ვისროლო ბურთი, მაგრამ მეშინია რომ არ ჩავარდება. მაგრამ თუ არ ვწდი, ბურთი კალათში თვითონ არ ჩავარდება. ამიტომ მთავარია ვცადოთ და არ შეგვეშინდეს შეცდომის დაშვების, რადგან შეიძლება შეცდომა ის განცდა, რომელიც ხელს გვიშლის წარმატების მიღწევაში. როცა საკუთარ თავზე ვბრაზდები, мотиваცია უფრო მიმაღდება და
მაქვს სურვილი რომ ჩემს დასახულ მიზანს მივაღწიო და ასეც ხდება ხოლმე უმეტესად. ასევე ამ თვისება მაჩვენა რომ მაჩვენა ვინ იყო ჩემ ცხოვრებაში ნამდვილი მეგობრები. ნამდვილი მეგობრები, რადგან დამეთანხმებით არ არის მარტივი იმ ადამიანთან მეგობრობა, რომელიც გამოდმებით ბრალდება რაღაც დეტალებზეც კი. როგორ შეიძლება რომ გული არ გაგევსოს და ეს გადამოგეღვაროს გარეთ კიდე მადლიერების რაღაც ზღვა შეგრძნება. დღეს ამ გოგონას დაბადების დღე აქვს უკვე დადგა. ნახე მეგობრებმა როგორი ტორტი მოგიმზადეს, მადლიერების ზეიმი აწერია და მართლა ყველა სკულში ზეიმი და მხიარულება. მეც ძალიან მიცემს გული, იმიტომ რომ ბედნიერი ვარ. ჩვენი შეხვედრა სამუდამოს მადლობა უხალ ყველაფრისათვის. იმღერება და მე გეტყვი ხმას მოგვენატრება ეს პირველი დღე პირველი ღიმილი და თვალების მზე მოვა ზამთარი და თოვსთმას ისე მომწონხარ ვერ გაშორებ თვალს ვიცი გიყვარლა მიყვარხარ მეც ამას ამბობენ თვარეცსა და მაზეც ჩემო ლამაზო მე არ ვეძებ სხვას უნდა გაგოცო და ნუ გაწევთა ხუჩა კვარაცხელიას გადმოსვლით სრულიად გადასხვაფერდა და სახე იცვალა პარი სენ-ჟერმენმა. ჯერ მისი დაცვაში თამაში რა დღეს? არა, ხუჩა! 4-0 პირველი ქართული გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. ხუჩა კვარაცხელია და მეოთხე პესჩეს. 0 ინტერს. ჩვენი შეხვედრა სამუდამოს ნავში ჩავსხდები გაუყვეთრეზე აი აბა პატარა ქვას თუ ვერ მხელა ძალა ქონია მადლიერების ქვას რომ ვერ წარმოიდგენ. დღეს გზიარი და კარგი ამინდია ჩვენ ამ ქვას მოვუჭერთ და მადლობას გადაუხდით. მას რაღაცას ვინმე ცუდს რო გააკეთებს, იმ ცუდშიც კარგი უნდა ვეძებოთ და იმაზე უნდა გადაუხადოთ ღმერთს მადლობა. აბა ვის უნდა რომ ატაროს მადლიერების ქვა? მე. ესე დაატარებენ ეს დღეებია სულ. მადლობა უთხრათა უკავს ყოველი დღის გათენებისთვის, ყოველი დღის დაღამებისთვის. ხო ვითომ არაფერი, მაგრამ რამხელა მადლია და რამხელი მადლიერება შეიძლება გამოხატოთ იმისთვის, რომ ეს ემზე რომ ამობწყინდება და ამოცურდება ცაზე და კიდევ ახალი დღე გათენდა, ამისთვის მადლობა არ უნდა უთხრათ უფალ.